აბა მოვიდა ფუთ-ფუთა, ქუთ-ქუთა. ეხლა ველოდები თქვენ შორისდებულებს. ბახუ, გავგიზდი. რეს რა არის ბავშვობა გამახსენდა დანარჩენი თქვენზეა. მოვიდა ჩვენი ფუთ-ფუთა ციყვები. ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ჩვენი გადაცემის. ბოლოს. მე ასე მგონია. მობრძანდი ნინო. რა ვიცი, რატო ქვია ციყვი ვერ გავიგე. ზურას ეგონა რომ ციყვის ფორმა უნდა ქონოდა. მეც ასე მიგონა. რა? ბურთის ფორმა და ციყვრას ეძახი. ნინო, ჩვენ აშკარად სხვადასხვა ბავშვობა გვქონდა. ჩემ ბავშვობაში ეს არ იყო. ნამდვილად იყო არ გახსოვს. მომეც ერთიც არის თუ შენ. აბა ნახეთ. მაიკეონა გადმოგიდეთ რა. აუცილებლად. რატომ ახლა ეს ციყვი და რატომ არა ბურთი, ვერაფერი. მაიმე შეგეძლო. ბურთი რომ ერთხოს რა უჭირს. ნახე როგორი ბუთქონა. ჩაი შეგიძლია და სხვა კიდაც. კი ბატონო, რა თქმა უნდა. შემიძლია ერთი გადმოგიღოთ? კი ბატონო, რა მისვი? რომელიც დაგეხმარების რა. ზურა მოდი რა დამეხმარ. ყავისფერ სინებებს. ყავისფერი, კი ხო. იცი რა, მინდოდა ეს მომერთო რაღაცა თანამედროვე დეტალებით, მაგრამ თქვენ თქვით რომ არა, მხოლოდ გასაგებია. როგორიც მე გამითვალისწინე. დიახ, თქვენ გამითვალისწინეთ. კლასიკური. ნინო, შენ არ შეგეზარება, მე ვიცი, როიალთან დღეს არ უყავს მუსიკალური გაფორმება. კი ბატონო. ჯერ ჩაისწრაფას ხომ? ეს ეგეც მე მევალება? დღეს შენ ხარ ჩვენს მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავს მონსერატ კაბალიე. ჯერ გასინჯეთ და მითხარით და მერე. კაია. მონსერატ კაბალიე. ძალიან კაია. რას მერჩი? გურული ჩაი და ციყვი. რას მერჩი? მაია, შენს ბავშვობაშიც იყო ციყვი? იყო ჩემ ბავშვობაშიც კი ბატონო. შენ ბავშვობა სად გახსოვს? დედააცა? აცხობდა? რა კაია, დღეს კაი რამეები ვილაპარაკეთ, წესიერები ვიყავით, კეთილები ვიყავით. მოვეფერეთ როგორც შეგვეძლო. ისიც ვთხოვეთ პატიებაც თუ რამე არასწორად გამოგვივა, ჩვენ ხო არ ვართ პროფესიონალები. მე ვიზრუნავ თქვენს მუსიკალურ განწყობაზე, ჩემო ბატონო. გემრიელი რა ციყვი რატომ ქვია მაინც ვერ ვიცი. იმიტომ რომ ფუნფულა ციყვი. მეორე სახელია. ეხლა მყუდი არა აქვს მაინდა მაინც. მასე არც თავი არა აქვს, არც ტანი არა, გვალია ჩვეულებრივ. პუმპულა. ფუნფულა. პუმპულა. კარგად. ნინო, ასე ხალხს ყველაფერი შეეძლოს, ჯერ არ ვინახავს. დღეს მუსიკოსი არ გვყავს ნინო და სხვა გადაცემაში გვპირდებით მუსიკალურ ბლოგს. თქვენ აღარ შეგადინებ. არა, თქვენ არ შეგაწუხებთ. თქვენ ჩვენს ყველაზე იზრუნეთ. კი ბატონო. სიამოვნებით. შენ ხო ჟურნალისტი ხარ პროფესიით. ყველაფერში კი ვარ ახლა. ხო და დაბრუნდი ტელევიზიაში რა გინდა? ჩახნებით, ქვაბებით და საჭმელებით. ყველაფერში კი ვარ, ყველაფერში კი. თეონა ბავშვებით კარგი განწყობით გავისტუმრეთ. ზურამ შვენიერი სამებაღეო რჩევები მე მგონი არ იყო ცუდი. ადიერ და კმაყოფილი ვარ. ჩვენ თავს რო ვიქებთ ეს თლაც წესიერი საქციელი არა, მაგრამ აბა რა ვქნათ, ჩვენ არ გვესმის მაყურებელი როგორ. სუცხვები ლაპარაკებთ ჩვენ თავზე კარგი უნდა ვილაპარაკოთ. ცუდ კომენტარებს ნუ გვიწერთ ადამიანებო. ჩვენ მთელი გულით ვართ თქვენთან. იქ ვიღაცამ დამწერა რომ მიეწიე დედაშენს, გახსოვს? მე. შენ აბა მე ჩემი და ცოცხალია. არაფერი არ დამიშავებია რა უნდა და ხო არის. მეც არ ვიცი. ხო და ძალიან გავბრაზდი შენ რომ დედაშენს მიგაწია, მე რა მეშველება. არა, აკავა, აკა და მივდივარ. ჯერ გშია. ჯერ გშია ნინო. ამდენ ხალხშია. მე შოკოლადისას. სხვადასხვანაირი გემო აქვს თეთრს და შავს. მე სულ ციყვზე ვარ გაზრდილი შოკოლადის ციყვზე. მე თეთრ ჩემ ბავშვობაში შოკოლადის ციყვზე არა. ჩემ ბავშვობაში საერთოდ არ იყო და ჩვენ სხვადასხვა გურიაში ვიცხოვრეთ. ბავშვობაში იყო, მოყევი, აბა რა გახსოვს, სად გახსოვს? დედააცა. ფუნფულა, მაგრამ პუმპულა. ხო, მაგრამ ასე ზღვის კოჭის ფუნფულა და ეს. ვინ კოჭი რანაირად არის ზურა უიმე პუმპულა. მართალია. ყავისფერს ქვეს ღარდი. აბა ციყვიო. ციყვი არის თეთრი და ყავისფერია ზღარბი. ნინო, შენ შემოგვაყარე ზღარბი. არა, მართლა გეუბნები. არსად არ ყოფილა ნახსენების დედას ზღარბი. გეფიცები თუ ვიგონებდე. გამდილა ადრიან ციხვსა და მაგრამ ახლა გამახსენდა. ამ ნაშრომ ხალხს რას გვატყუებ, რას გვათამაშე. აი ძალიან გემრიელია და ახლა შე. ნამდვილად ძალიან გემრიელია. ნამდვილად ეს გაცის მერე ციყვი და ზღარბი. იცი რა, აქ ნამდვილი ძის კრემი, კარგი კარაქით. მომზადებული და აქ სვანაირი ნამდვილი.
იცი რა დღეს რაღაცა ისე ვართ, ცოტა აფორიაქებულები ვართ, თქვენიც მესმის. ჩვენ ხო არ ვართ პროფესიონალი შიკები არა ტელევიზიონისტები ხო არ ვართ. ამიტომ ცოტა თქვენიც მესმის და თქვენს მე უფრო გაწაფული ვარ ეკრანთან ვიდრე თქვენ. მართალია. ამიტომ თქვენი მესმის და თქვენს მდგომარეობაში შევდივარ, მაყურებელიც იმედია არ დაგზრახავს. ხო და აი ხვალიდან უფრო შევალთ როლში და გაგვიადვილდება. მე ასე მგონია. კარგი შემოდგომა გველოდება, ბარაქიანი შემოდგომა ამინდებს არ უჩივით, ბაღი მოფუშფუშებულია ეხლა. ბევრი სტუმარი გვყავს, ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვიკრიბოთ და ჩვენ ამბავს მე მგონი აქ როცუნ მაშინაც კარგია, მეტი რომანტიკაა. მე თან მე მომწონს შენ მოდიხარ წვიმაში. კი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. რომწვის ვიცი რომ დღეს საიდანღაც დიდი პარკებით მოხვალ, რამეს მე იტან საჭმელებს. გელოდები ხოლმე. მაშ ნინო, ხვალ, მოდი არ გვინდა ციყვი და კურდღელი, რამე საჭმელი გავაკეთოთ, არ შეიძლება? იმიტომ რომ მე მეგონა რომ საუზმე რაღაც ასე მე დილა და საუზმე აღარა რომ გათავდება 12 საათია ჩვენი გადაცემა და სადილი ხვალ გავაკეთოთ რამე გერია. რაღაცა სადღესასწავლოა და სადღესასწავლო რაღაცა მომდევნო მაინც კბილეული და დესერტი ყოფილიყო და ხვალ ვაპირებ თუ თანახმაც იქნები. აბა, მინდა გავაკეთო ამ სეზონის ბოსტნეული სტოლმა. გიждები. ხო, კაია, ბევრი პომიდორი. კარგი შეხვეული, კეჟერაფხალიც იქნება, ბულგარულები, ნუ ხვალ ნახოთ. ვეცდები რომ გავაკეთო. რაღაცა სადილი გავაკეთოთ. ეს საუზმე აღარ მომწონს. ცხელი სადილი. საუზმე და სვეცკობა აღარ გვინდა გადაცემის ბოლოს ვისადილოთ ხოლმე. თქვენთან ერთად სადილი მე მოიხვევთ წინსაფრებს და თქვენ საქმეებს მიხედავთ. ახლა ამდენი სვეცკობა და ამდენი პრანჩუის დრო ჩვენ არ გვაქვს. ღარბი და ციყვი აღარ. ღარბი და ციყვი აღარ გვინდა ნიმო. დღეს გვეყოს სვეცკობა. კარგი, ხვალ შეიძლება გემრიელი სადილი. არ არის ეს სვეცკური ნამწყვარი. რაღაც ახლა ისე ვზივართ გამოპრანჭული. ისეთი ტკბილეულის არჩევანია დღეს ციყვი არის ნამდვილად ძველმოდური ნამწყვარი, სახლური. კი, ნამდვილად კარგი. ნამდვილად ასია. მაია, ხვალ იქნებ შენ მოგვიყვე კარგად იცი მაგი ამბავი ვიცი ზუსტად ფესტივალს რო ვეძახით ბროლის ჭურჭელზე. ეხლა რაღაცა ძალიან გაპოპულარდა, ყველას უნდა და მოსწონს ყველას. ყველამ გამოაცოცა კარადებიდან. დამალული ქონდათ, აღარ იყენებდნენ და ეხლა ყველამ არა ასე? ყველამ გაყიდა და არ ვიცი სადა ვინმეს დარჩა ნეტა. კი, ეხლა ყიდულობენ, ეძებენ საყიდლად. კი, მეც ბევრი მოვაგროვე, ძალიან ბევრი მაქვს. დიდ სუფრებზე ძალიან ვიყენებ და მომწონს. იმიტომ რომ ყველაფერია შიგნით. ზურა ჩვენ დღეს მიწა არ იყო ფლად კაი დასანახი, მაგრამ აუცილებელი იყო და ხვალ ჩვენ გავაკეთოთ პიტრის და პამიდურის თესტს ვიღებთ და ის ვაჩვენოთ მაყურებელს თესლის აღების ამბავი. ჩვენ ჰერბარიუმი გვაქვს გამშრალი და ბავშვებთან მისალოცი ბარათები გავაკეთოთ, მიშა მამულაშვილი მოვიგონოთ. აუცილებლად. მისი მიბაძვით ვაკეთებთ მაგ ბარათებს და მიშა მამულაშვილი გავიხსენოთ. თან საყვარელი ეგ ბარათები. ძალიან. მე მგონია რომ ჩვენი ამბავი ადვილად დავაგდება. თქვენ ახლა რუბრიკების ხელმძღვანელები ხართ, რო ვიმწოდეთ. დიახ. რუბრიკებს უძღვებით. ხო და ეს რუბრიკები თან საქმეც გაგვიოლდება, თან მაყურებლისთვისაც ვფიქრობ საინტერესო იქნება. თქვენ საქმეში მომეშველეთ და მაყურებელიც ვასიამოვნოთ. ჩვენი თავიც კმაყოფილი დავტოვოთ და რაღაცა ლამაზი შეფუჩებული ბუნებრივი გადაცემა გავაკეთოთ. ისეთი როგორიც არავის არ ექნება. ჩვენ ვერ ვაჯობებთ პროფესიონალებს და რაღაცა ნამდვილ გადაცემებს, მაგრამ ვაჯობებთ გულით, სიყვარულით, სითბოთი, ნამდვილობით. იმას გავაკეთებთ, რასაც გადაცემამდე ვაკეთებდით სულ. ხო და გადაცემის მერე რასაც ვაკეთებთ. გადაცემის მერე რასაც ვაკეთებთ, იმას და უბრალო ადამიანებს, უჩინო ადამიანებს. კი ბატონო. ხო, მე ზღარბისა და ციფრის გარეშე მაინც არ შემიძლია კალბატონა. ნინო, მაინც ვერ გავიგეთ. ნიადაგის გაცრის მერე ზღარბი და ციფრი აღარ იქნება. ეს კარგად დაიმახსოვრე, მეტი აღარ იქნება. ზებრა იყო კი. ექსი ზებრა იყო, კიდე ბურჟუიკაში წვებოდა. არ გვინდა კექსები რა გეხვეწები, საჭმელი ვჭამოთ. მე კარგი იქნება დღეს გვაცადა პირველი იყო და 10 იქნება. აი რაღაცა მაინც უნდა დაიწუნოს. იქნება ყველაფერი სადილი იქნება. ყველა პირობა გაქვთ იმისთვის რომ გემრიელად ვისადილოთ და მაყურებელსაც მოვეფეროთ. რა დროს ციყვი და ზღარბია. პირველი გადაცემისთვის და კაი, ახლა გაგვიტკბა ჩვენ მივხედოთ საქმეს, ქვეყნის საქმე გვაქვს, სტუმრები გველოდება, ხალხი აგერ შემოსეული გვყავს ირგვლივ, ბევრი საქმე გვაქვს, მივხედოთ საქმეს. უღრმესი მადლობა მოთმინებისთვის, ჩვენთან ყოფნისთვის და იმედი გვაქვს, რომ ყოველთვის შაბათს და კვირას გადმორთავთ 10-დან 12 საათამდე იქნებით ჩვენთან. რუსთავიორს კიდევ უდიდესი და უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენთვის, ეხლა თქვენთვისაც გავაკეთოთ და გაგიზიაროთ, გიჩვენოთ და
რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაფართოვდეს, კიდევ უფრო გადიდდეს და უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს ერთად ყოფნისთვის. დედა რამხელა სადღეგრძელო გამოვარცხნილ. ნახვამდის. კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ ყველას. მადლობა. მაია, დიდი მადლობა საყვარელი. მადლობა.